გამარჯობათ მეგობრებო, დღეს ისე მაღაზია მეომარში ვხედავთ. სასტუმრო სტამბას წინ მისამართ თქვი დავით. გოსტავასთან მისამართ კიდევ ვერ დავიხსოვე რა. მეტრო რუსთაველი და რო ამოდიხარ, ხელმარცხნივ, მე მეც ქვეშა გადასასვლელში ხელმარჯვნივ. ესე არ ჯობია. დღეს უნდა ვისაუბროთ ვაზნებზე 223 და 556 კალიბრებს შორის განსხვავებაზე. ბევრი იბნევა ხოლმე, ვერ გაუგია რა ხდება, როგორ ხდება. ზოგი იარაღიდან შეიძლება ორივე ვაზნის სროლა, ზოგიდან არ შეიძლება. შემჩნევთ რომ იაფიანი ვაზნებია ახლა. ასე შემდეგ და ხალხში გარკვეულ გაუგებრობას იწვევს ხოლმე ეს ამბავი 223 და 556 შორის განსხვავება. ამიტომ დღეს ძალიან მარტივად გადავირბენთ ყველაფერს. პირველ რიგში რო ვთქვათ, ვაზნების შექმნა ისტორიაში უნდა გადავინაცვლოთ 1950-ან 60-იან წლების დასაწყისში, როდესაც ამერიკაში სულუნათმა იუჯინ სტოუნერმა შექმნა R10 პლატფორმა 308 კალიბრზე. ძალიან კარგი იარაღი იყო, ძალიან ორიგინალი R10 არმალაიტის ქარხანაში წარმოებული ძალიან ცოტა იწარმოებოდა იმ დროისთვის, იწარმოა და რაც ფართო გავრცელება არ ქონია, მაგრამ ძალიან კარგი იარაღი იყო და იყო 308 კალიბრზე. 308 კალიბრზე იარაღი სამხედროებმა დიდად არ მოიწონეს იმის გამო, რომ მსუბუქი იარაღი იყო, თავის კონსტრუქციიდან გამომდინარე, დაახლოებით 9 კილოთი ყველა იარაღი მსუბუქი იყო მაშინდელი R10 და მოითხოვეს რაიმე უფრო მცირე კალიბრის ვაზნაზე გადაწყობა, რადგან ავტომატური სროლის დროს დამორჩილება იარაღის იყო შეუძლებელი, სხვა განხდებოდა ასე შემდეგ. იუჯინ სტოუნერიც დაჯდა თავის მეგობრებთან ერთად მაშინ ვინჩესტერით შეუერთდა მათ და დაიწყეს ახალ ვაზნაზე და ახალ იარაღზე მუშაობა. ბალისტიკური გამოთვლების ასე შემდეგ მივიდნენ, რომ ესეთი ვაზნა 222 რემინგტონ სპეციალი შექმნეს, რომელიც ძალიან კარგ მას აჩვენებდა შედეგებს. მაშინდელი მოთხოვნა იყო ესეთი, რომ 500 იარდზე დაახლოებით 457 მეტრია. ამერიკული M1 ჩაფხუტი უნდა გაეხრიტა ცალი მხრიდან ამ ტყვიას. და ეს 222 კალიბრის ვაზნა ამას იდეალურად ახერხებდა, სამხედროებსაც მოეწონათ, ასე შემდეგ 60-იან წლებში მიიღეს კიდეც შეიარაღებაში ამერიკელებმა. ოღონდ 222-ის მაგივრად მას 222 სპეციალის მაგივრად მას ეწოდა 223 რემინგტონი, რადგან რემინგტონის ქარხანაში იწარმოებოდა. ძალიან კარგი ვაზნა იყო, კარგი მახასიათებლები ჰქონდა, კარგი სიმძლავრე ჰქონდა და ასე შემდეგ. გამოხდა ხანი ამ დროისთვის ნატოს შეიარაღების ძირითადი კალიბრი არის 7.62-51 მეტრზე ნატო, ანუ იგივე 308 კალიბრი და ამას იყენებენ, მაგრამ იქაც იგივე პრობლემის წინაშე დარან, რომ ავტომატური ჯერების სროლის დროს იარაღი არასტაბილურია, ვერ იმორჩილებენ და უნდათ ახალი ვაზნის შექმნა. ამერიკა თავისთვის აჩმახებდა, რომ არ გვინაო, იქ ბრიტანეთი თავისთვის რაღაც ახალ ვაზნებს ცდიდა 6 რაღაცა კალიბრებში და ასე შემდეგ, ზუსტად არ მახსოვს და ამერევა შემეშლება და მე ზუსტად ვიცი ვიღაცა დაგუგლავს და მაგრა ჩამაჭერს კომენტარებში. ამიტომ თქვათ ასე, რომ ყველა თავისთვის ცდილობდა, მაგრამ FN-მა იგივე ნაციონალურმა ფაბრიკამ შექმნა ვაზნა 223-ზე დაფუძნებული 5.56 კალიბრის. ზომა, ფორმა თითქმის ერთი და იგივე იყო, უბრალოდ წნევაში იყო განსხვავება და 5.56 უნდა ყოფილიყო უფრო მრავალმხრივი ვაზნა, ვიდრე იყო 223 კალიბრი. და მასტრის ზომაში იყო ძალიან უმნიშვნელო განსხვავება, იგივე ეხლაც შემორჩენილია, მაგრამ თვალით ესე შეუიარაღებელი თვალით რომ დაჯდე და შეხედო 223 და 5.56 კალიბრებს შორის, აი ვიზუალური განსხვავება ფაქტიურად არ არსებობს. მე როგორც ვიცი, ეს მანძილი აქვს, აი ეს ამ მანძილებში არის განსხვავება. კი ბატონო, კი იადეება გვერდზე. კი ბატონო, ძალიან ვერ ატყობ, ხო ხედავ, თვალით ვერ მიხვდები. ეს არის 223, ხო? ხო, ეს 5.56. ძალიან 0.00 რაღაცეებშია განსხვავება, რა ძალიან ელემენტარული განსხვავებები იყო, მაგრამ 5.56 წარმოქმნიდა უფრო მაღალ წნევას ვიდრე 223 და რაც მთავარია მიიღეს 5.56 ახალ კალიბრად, ძალიან დიდი ნომენკლატურა იყო 5.56 კალიბრში. მილიონნაირი ვაზნა არსებობს, მე ხლა 223-ში, მაგრამ მაგ დროისთვის მასზე არ იყო. მილიონნაირი ვაზნა იყო და არსებობდა. ეს R15 და ეგრეთ წოდებული M4, რაც შემდეგ დასახელება მიიღო და M16 ძალიან რომ მოგწონს 223 კალიბრის ვაზნისთვის იყო თავიდან გათვლილი.
შემდეგ გადაკეთდა. ყველაზე მნიშვნელოვანი რასაც იცი ჩემი აზრით, რა უნდა იცოდეს ახლა. ზოგადად პრაქტიკაში მე არ შემხედია რომ იმაზეც პრობლემა შექმნოდა ვინმეს, მაგრამ ესე არის რატო არ უნდა ისრო? ესე არის ხო, ნათქვამი რომ მულტიკალიბრი რომელსაც აწერია იარაღ, ანუ იარაღი რომლის პირველი კალიბრი არის 5.55-45-ზე ის ჩვეულებრივად ისვრის 223 რემინგტონს, მაგრამ რომელსაც აწერია 223 რემინგტონი ლულის ჭრილში და არსად არ აწერია 5.56-45-ზე, იქიდან არ არის რეკომენდირებული 5.56-ის სროლა. კარგი, ბატონი დავითი მართალი ბრძანდება და მივატოვოთ ახლა ისტორია და გადმოვიდეთ რეალობაში. რატომ შეიძლება 5.56 კალიბრის იარაღიდან ვისროლოთ 223 კალიბრიც და პირიქით არ შეიძლება? იმიტომ რომ 5.56-ის სავაზნე არის უფრო სქელი, უფრო მაღალ წნევაზე გათვლილი და ის არის, რა ქვია, უფრო ოდნა, უფრო ის არის რა. ასე ვთქვათ, წვრილი სავაზნე, აი თავი აქვს ოდნა წვრილი ამას, ვიდრე ამას. ამის გამო ამას რო ჩავდებთ აქ გაიჭედება, ეს მილიმეტრებზეა სხვაობა, გაიჭედება და არაფერი არ მოხდება და უფრო მაღალ წნევაზე გათვლით ჩვეულებრივ გაუწევს. იგივეს თუ უკან გავაკეთებთ, აი ამ 223 კალიბრის ლულის არქშას ტყია შედის სავაზნეში, რაც რეალურად სავაზნე ქვისადაც ფეთქდება ვაზნა, ძალიან მცირე თავისუფალი ადგილი რჩება, რის გამოც წნევა იზრდება, ანუ არ არის კარგად ჰერმეტულად ჩაკეტილი უკვე და წნევა იზრდება და ამას შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი წნევის წარმოქმნა ლულის არხში და გასკდეს ლულის ისა ვაზნის მიმღები, ან ძალიან დიდი გაზი შემოვიდეს შენ და ასე შემდეგ. ეს არის თეორიული მსჯელობა, მაგრამ მოსალოდნელია და არ არის გამორიცხული მოხდეს, იმიტომ რომ 0.0 რაღაცა მილიმეტრები რაც ჩვენ თვალით ვერ ვამჩნევთ. ეხლა ჩვენთანაც არის ბაზარზე და უტას დეფენსი 223 რემინგტონი რაც არის. ანუ ძალიან ბევრი მაიყი და იარაღები. და ძალიან ბევრი ისვრის ჩვეულებრივ 5.56-ს მაგრამ ეხლა ახლა მან რა ხდება? მან დაარსებს ამერიკაში იყო ესეთი კაცი ძალიან კაი პიროვნება, სხვათა შორის მე ძალიან მომწონს, ვაილდი იყო გვარად, რომელმაც ადგა 223-ის სავაზნე აიღო, ისე გადააკეთა, რომ 223-ის სავაზნი და 5.56 ვაზნის სროლა ძალიან მარტივად ხდება და არანაირ საფრთხეს აღარ წარმოადგენს. ამის გამო ამ სავაზნეს აღარც სახელი შეუცვალეს, აღარც საფრთხე დაარქვეს 223 ვაილდი. და ეს 223 რაც იწარმოება უმეტესობად ნორმალური იარაღის წარმოებული ყოველ შემთხვევაში თვლიან ამას რომ 223 ვაილდი დაამზადო მათ წარმოებაში დიდ საფრთხეს არაფერს არ წარმოადგენს და დიდ ფასნამატს არ აძლევთ და ეს აძლევს სროლის საშუალებას რომ მარტივად არჩევს ვაზნები. ეს განსაკუთრებით ჩვენაირი ხალხისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ შევდივართ მაღაზიაში და ვაზნებს ვყიდულობთ არა მახასიათებლების და ასე შემდეგ, არამედ ფასის მიხედვით. კი, რომელიც უფრო იაფია, დავდებთ ყვითელ ფასებს. და აქვე შემოდის კიდე ერთი ცვლადი გრეინი, გრანი. რაც ბევრს აბნევს ხო ეს ვაზნა იმდენ გრეინიანია და რატო ის უფრო ძვირი, უფრო მაღალ გრეინიანი ვაზნები. მარტივი რაღაცა გრეინი, გრანი არის წონის საზომი ერთეული, რომელიც არის დაახლოებით 0.068 გრამი. ბრიტანელები და ამერიკელები იყენებენ და იყენებენ იარაღის წარმოებაში და სამედიცინო წარმოებაში, სადაც ძალიან მცირე გრამებზე უნდა იყოს საუბარი. და იქ 0.03 გრამი და რაღაც როა იწვალონ უფრო დიდი რიცხვები და უფრო მშვენივრად მუშაობენ. სულ ეს არის რაც უნდა ვიცოდეთ, ჩემი აზრით 223 და 5.56 კალიბრების განსხვავებაზე. მთავარ სათქმელად მაინც დავტოვოთ ის, რომ 5.56 თუ არის იარაღი, შეგვიძლია ორივე ვაზნა ვისროლოთ. ოღონდ ეწამით 5.56 კალიბრის თუ არის იარაღი, შეგვიძლია ორივე ვაზნა ვისროლოთ, 223 კალიბრის თუ არის, შეგვიძლია მხოლოდ 223 კალიბრი ვისროლოთ. ნუ რეკომენდირებულია. თუ ვაილდი აწერია, უკვე ორივე შეგვიძლია ვისროლოთ 223 ვაილდი და ისე მუშავდება 223 ვაილდი, უკვე რომ 5.56 ტყვიასაც კი 5.56 კალიბრზე კარგად ამუშავებს, მაგრამ ეს ყველაფერი დატანილი უნდა იყოს ლულაზე, ან მითითებული იარაღის საბუთში, მაგალითად იარაღის შახტზე, მჭიდის მიღების შახტზე თუ აწერია მულტიკალიბრი, ეგ ბევრს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ შეიძლება თვითონ ლოვერი იყოს, მულტიკალიბრი, კი ბატონო, ლულა სხვა იყოს. ამიტომ ყოველთვის გაითვალისწინეთ რა კალიბრია იარაღის საბუთში მითითებული და იარაღის ლულაზე. და მეორე ვარიანტი ამ ვაზნების შეძენა, ანუ სიტყვაზე ახლა ვიღაც დასვავს კითხვას, მე მაქვს 223 კალიბრის იარაღი, ჩემი აქვს უწერია საბუთში 223 და 5.56 შეძენა შემიძლია თუ არა მაღაზიაში. რადგანაც ეს ტყვიები მხოლოდ საბუთით იყიდება. კი, რადგან ორივე არის თითქმის ერთი და იგივე ვაზნა და ორივეს მოიხმარს ერთი და იგივე იარაღები,
ამის გამო ორივე ვაზნის შეძენა საბუთით შესაძლებელია. მე მაგალითად საბუთში მიწერია რომ ჩემი არაღის 5.56 კალიბრის, მაგრამ მაღაზიაში როდესაც მივდივარ, ვეუბნები 223 კალიბრის ვაზნა მომეცით, მართმევენ საბუთს, იწერენ ჩემპიონატ მონაცემებს და მატანენ 223 კალიბრის ვაზნებსაც. ზუსტად ასე აღმოჩნდა ეს ორი ვაზნა ეხლა თქვენს წინაშე. დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მაღაზია მეომრის ლინკი აღწერაშია, ეს ძალიან ლამაზი რაღაცები ფონად არ არის, იყიდება ყველაფერი, შეგიძლიათ იყიდოთ. ან თუ თქვენ არ მოგწონთ, მე მიყიდოთ და მადლობელი დაგრჩებით.